ორ თვეზე მეტია უკვე საუბარი არის რაღაცა დოკუმენტზე, რომელიც სადღაც იქმნება. მე ვფიქრობ, რომ პრობლემა აქვს თვითონ ამ პროცესს. პირველად არ ვაწყდები ამას, რომ ადამიანები წინასწარ ბევრ რამეს აცხადებენ, ანონსებენ, რომ ქულები დაიწერონ. ხო ვიცით რატო ხდება? აუხსნათ რა მაყურებელს რა. ვინც პირველი, ვითომ შეთანხმება არის, მაგრამ გამოდიან ყველა ერთმანეთს ასწრებს, რომ ჩაეთვალოს მას ინიციატივა. საბოლოო ჯამში ორი თვე არის მართლა, ორი თვე არის. ვიღაცა პოლიტიკოსები ამ შეთანხმებაზე ლაპარაკობენ. რაღაც დოკუმენტზე არ მინახავს მე, არ მაინტერესებს, ჩვენ გვაქვს ჩვენი დღის წესრიგი, ამ დღის წესრიგით გავალ არჩევნებამდე, როდესაც არ უნდა და იყოს ის. ყველას უსურვებ წარმატებას. ანუ არ არის თქვენ არ ხართ ამ მოლაპარაკების პროცესში, იმიტომ რომ გახსენებენ ხოლმე დრო-და-დრო, როგორც აი მაგას გეუბნებით, ნახეთ, არ ხართ არავის არ ელაპარაკებით. არა, როგორ სამუშაო, არა, გავასხვაოთ, ხო? კონსულტაციები სამუშაო დოკუმენტთან დაკავშირებით არ მქონია. ჩემთვის, იმიტომ ვამბობ, ეს პროცესები არის სატელევიზიო, ტელევიზიაში რომ მახსენებენ, ეს ამას რეალობაში ეს არ ითარგმნება. ეს ქართული პოლიტიკის პრობლემაა, იმიტომ ორი თვეა ტელევიზორში ლაპარაკია და შედეგი არ არის. მე ვაკეთებ ისეთ განცხადებებს, რომელსაც მოსდევს შედეგი. ყოველთვის იქ სადაც არის უთხილად ლაპარაკი, იქ მე არ ვიქნები.